ოთარ სალამი. ერთი ჩემი ბოლოდროინდელი ჩელენჯი მინდა რომ გაგიზიარო. მოკლედ, მარიამი როგორც იცით 14 წლის არის ჩემი შვილი და უნდა ფლექსში მონაწილეობის მიღება. რაღაცა წესები ვნახეთ ინტერნეტში, თუმცა ვეძებთ ადამიანს, რომელიც უშუალოდ იყო უკვე ფლექსის გაცვლითი პროგრამის მონაწილე და გვინდა მისი გამოცდილება. გავიზიაროთ და რაღაც კითხვები დავუსვათ. შეგიძლია რომ დამეხმარო? რა თქმა უნდა, მადლობა სალომე პირველ რიგში რომ დაგუკავშირდით კენგურუს. ჩვენ ყავს არაერთი ალუმნაი ფლექსიდან, რომელთანაც გქონია უკვე ჩატარებული კონსულტაციები სხვებთანაც, რომელთა საინტერესებთ ფლექსი და წარმატებით გაუვლიათ ეს ეტაპები, იმიტომ რომ უკვე ქონდათ ის შეკითხვები დასმული ამ ალუმნაისთვის, რომელიც აინტერესებდათ და უფრო სხვანაირად შეხედეს ამ ჯორნის, რომ გაელოთ ფლექსი. და საკმაოდ ბევრი არის არაშუალებრივი პიროვნება, რომელსაც ქონდა ეს შესაძლებლობა, რომ უკვე წასულიყო ამერიკაში და ძალიან მარტივად შეგიძლიათ ჩვენი მეშვეობით მათ შეხვდეთ. ძალიან კარგი. მაშინ ამ ნაწილში აუცილებლად დავჯავშნით თქვენთან კონსულტაციას შემდეგი კვირის განმავლობაში. ასევე გვაქვს კიდევ ერთი საკითხი, რომელიც აქტუალურია ჩვენთვის ეხლა, ეს არის პროფესიის შერჩევა. მარიამა დაახლოებით იცის რა უნდა, თუმცა ზუსტად არ არის ჩამოყალიბებული და აი ამ ნაწილში თუ ყავთ ადამიანი, ვისთანაც შეგვიძლია რომ კონსულტაციები გავიაროთ. ჩვენ აი რამდენიმე სკოლაში ვართ შესულები და იქ ყავს ესე ჯგუფები დაყოფილი თავიანთი ინტერესების და მიხედვით. შეიძლება იყოს ჰუმანიტარული მხარე, ტექნიკური მხარე, სპორტული მხარე და აქ ბავშვებს შეუძლიათ რომ შეიცვალონ ეს ნაწილები, გადავიდნენ სხვადასხვა ჯგუფებში. აი Zoom-ში ამ შემთხვევაში სადაც ონლაინ კურსი გვაქვს, breakout room-ები გვაქვს სხვადასხვა მოსწავლეებისთვის და თუ არ მოსწონთ, თუ ხედავენ რომ აი ეს ჩემთვის არ არის, ხვდებიან, ამას ფიდბექიც აქვთ ცხადია მენტორებისგან. გადადიან სხვა breakout room-ებში. ფიზიკურ სივრცეებში სადაც ვატარებთ ეს სასტუმროების სკოლები თუ უნივერსიტეტები იქნება, იქ ფიზიკურ სივრცეში გვაქვს ცალ-ცალკე დაყოფილი მაგიდებთან, სადაც შეიცნობენ სხვადასხვა სფეროების შესახებ და იქვე აქვთ ეს პრაქტიკული ტესტები. გადადიან იქ, ხოლო Zoom-ში ჩვენ თვითონ breakout room-ებში გადავყავს და შემდგომ უკვე შეიცნობენ იმას, რაც მართლა აინტერესებთ ამ ფიდბექის შემდგომ. ძალიან დიდი მადლობა.